საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბაზრების მიმოხილვით. გუშინდელი დღე ამერიკული ბაზრისათვის ძალიან პოზიტიური იყო. Dow Jones-მა ახალ რეკორდულ ნიშნულსაც კი მიაღწია, მაგრამ დღეს როგორც ხედავთ Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე ძალიან ნეგატიური განწყობა გვაქვს, ახასთანავ უფრო მეტად პანიკურ ვაჭრობასთან გვაქვს საქმე, რადგანაც ბაზრის ასეთი მკვეთრი ვარდნის არანაირი ობიექტური მიზეზი არ არსებობს, მაგრამ განწყობა უბრალოდ ბოლო პერიოდში ინვესტორებისა არის ძალიან ნეგატიური და ამის ფონზე როგორც ხედავთ S&P 500 1.14%, Dow Jones 1%, Nasdaq კი ლამის 1.60%-ით არის შემცირებული. ამ ყველაფრის ფონზე კომპანიებსაც შეგვიძლია გადავვალოთ თვალი, Apple -4%, Amazon -3%, Meta დაახლოებით -3%, როგორც ხედავთ, ლამის ყველა ამერიკული მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია ახლა არის გაწითლებული, რადგანაც არსებობს მოლოდინი და შიში იმისა, რომ ეს ტექნოლოგიური კომპანიები ვერ მიიღებენ იმ დონის შემოსავლებს, რასაც ინვესტორები მოელიან და თანაც Fed-ის ახალი პოტენციური ხელმძღვანელი Kevin Warsh იქნება იმაზე გაცილებით მკაცრი, ვიდრე ამას ელოდნენ ინვესტორები, შესაბამისად, თუ კი მივიღეთ მართლაც მკაცრ ფედერალურ რეზერვს, ანუ მაღალ განაკვეთებს და მიწოდების შემცირებას სახაზინო ობლიგაციებისა, მაშინ საბოლოო ჯამში ვიხილავთ ალბათ ნეგატიურ განწყობას მომდენო რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაშიც კი, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრი რამ ჯერაც არის გაურკვეველი, ისიც არ ვიცით რეალურად Warsh-ის პოლიტიკა როგორი იქნება. აქვე ევროპაზეც უნდა ვთქვა, ორი სიტყვა რამდენიმე საათის წინ ევროპა ზრდისაკენ იყო მიმართული, 9% მატება ჰქონდა მას, მაგრამ დღეს უკვე კორექცია არის აქაც და -0.60% გვაქვს კლების მაჩვენებელი. შანხაი უცვლელია, ნიკეისთანაც ასევე უცვლელ ვითარებას ვხედავთ. ნავთობზე ვისაუბროთ, ის გაიაფთა დღეს 3%-ით, მკვეთრი ვარდნა გვაქვს საკმაოდ, ბრენტის ფასი $67-ია, WTI დაახლოებით $63-ად ივაჭრება, რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ისიც მცირედით არის გაუფასურებული. რაც არის აქ მნიშვნელოვანი, ის უნდა ითქვას, რომ ოქროს ფასი არის, როგორც ხედავთ, დაკლებული დღეს 3%-ით, ვერცხლი კი დაეცა ლამის 10%. ძალიან ცუდი ვითარება აქვს ვერცხლს ბოლო პერიოდში, პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ვარდნის მაჩვენებელი არის დაახლოებით 35%. ოქრო ამჟამად ივაჭრება, როგორც ხედავთ, $451, ვერცხლი $76, რაღაცნაირად ძალიან გავს ეს ვითარება იმას, რაც იყო წინა კვირას, როდესაც ვერცხლი დაეცა ერთ დღიან პერიოდში თითქმის 30%-ით. თუმცა ამ ვარდნის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ ერთ წლიან პერიოდში ოქრო არის გაზრდილი 67%-ით, ვერცხლი კი 134%-ით. კრიპტოზეც გადავინაცვლოთ, აქ რა თქმა უნდა, კლება, ისევე როგორც ლამის ყოველთვის ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ინდუსტრიის საერთო შეფასება ამჟამად არის $2.340 მილიარდი. ბიტკოინის ფასი 66,100, ეთერიუმი $1,900 ივაჭრება, კლების დინამიკა გვაქვს, -5% ბიტკოინთან, -7% ეთერიუმთან, $230 მილიარდია. ეთერიუმის შეფასება ბიტკოინის კი $322 მილიარდი. ლონდონშიც გადავიხედოთ, საქართველოს ბანკს შევხედოთ, მას კლება აქვს და კლების მაჩვენებელი არის ამ ეტაპზე დაახლოებით -2%. TBC-სთანაც ანალოგიური ვითარება გვაქვს, კლება არის და კორექცია არის 1.16%. ევროს ვალუტასაც შეეხება, მისი კურსი დოლართან ამ ეტაპზე არის 2.68. ევროს კურსი არის 3.18, ხოლო სტერლინგის კურსია 3.65. და ბოლოს აქვე ორი სიტყვა ტრადიციულად უნდა ვთქვათ, Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი. მისი მოცულობა კი წლიგურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 9%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის მქონე შემთხვევაში სარგებელი აღწევს 10%-ის არის წლიური ამონაგები, რომელიც უნდა გარიცხებათ ყოველდღიურად. Foresight Investment Group კი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.